პირველ რიგში მინდა სწორედ შეფასებებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას და ამ დღეებში ყველა ერთხმად სპორტსმენის და მწვრთნელის და ჟურნალისტიც იგივე, რომელიც სტუმრობდა საქართველოს, ყველა ხაზს უსვავდა მაღალ დონეზე ჩატარებულ ტურნირს, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტს. მაგრამ შეფასებები, რომელიც მოდის უკვე და დასკვნები, ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ამაზე მინდა კითხო, რა დასკვნები მიიღო ქართულმა მხარემ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დადებითი შეფასებები მოყვა. მიმდინარეობის დროსაც დადებითი შეფასებები იყო, თუმცა დამთავრების შემდეგ კიდევ უფრო დიდი გამოხმაურებები მივიღეთ. ისეთი ქვეყნები გვწერდნენ ამ გამოხმაურებებს, რომ ჩვენ თვითონაც გაკვირვებულები ვიყავით. იმიტომ რომ ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება და ჩატარება უჭირთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საფრანგეთი, იაპონია, ამერიკა, ისეთი ქვეყნები, სადაც მე არ გულისხმობ ფინანსური კუთხით ძლიერ ქვეყნებს. აქ გულისხმობ უფრო ორგანიზებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წვრილმანია. ფარიკაობა მაინც რაღაცნაირად განსხვავებული სპორტის სახეობაა. იქ იმდენი წვრილმანი იყო საჭირო, სანამ ჩვენც არ ჩავიხედეთ ამ ყველაფერში, ჩვენც ვერ წარმოგვედგინა აღებამდე, მოპოვებამდე, იმიტომ რომ მოპოვებაც ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ამდენი ქვეყნის ხმა მიიღო, არ არის მარტივი. შესაბამისად, აი ზუსტად ამ მოპოვებიდან, ამ ყველაფრიდან, აი ამ წვრილმანებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვიმსახურებდით ამ დადებით შეფასებას. ხო, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა შენ ხაზი გაუსვი ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიც არის საფრანგეთი, ნებისმიერ ევროპული ქვეყანა, რომელსაც გაცილებით უფრო მარტივად შეეძლო ამის ჩატარება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მათ ელემენტარულად აქვთ გამართული ინფრასტრუქტურა. ჩვენ მოგვიწია ამ ინფრასტრუქტურის და მთელი ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟება, გამზადება და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს, ხო არ იყო მაგალითად აი ამ დასკვნებში და წერილებში რამე კონკრეტიკაზე საუბარი, მაგალითად და თუ გქონდათ რაიმე გამოყოფილი ის, რაც ყველაზე მეტად მოეწონათ და რამაც ყველაზე მეტად დააკმაყოფილა. პირველ რიგში მოეწონათ, რა თქმა უნდა, დახვედრა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების საკითხი, როდესაც ამხელა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობ. მეორე, ეს არის განთავსების საკითხი და მერე უკვე ის ტექნიკური მხარე, რაც ზოგადად დარბაზში დაგვხვდა და პირველი ეს ორი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად კიდევ სავიზო მხარდაჭერა, იმიტომ რომ პრობლემა არც ერთ ქვეყანას ამ ხრივაც არ შექმნია. იყო რამე ისეთი დეტალი, რაც შეიძლება ითქვას, რაზეც მაგალითად უცხოურმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა, ან თუნდაც შენიშვნის სახით მოქცა. არ მახსენდება, მართლა არ მახსენდება მსგავსი რაღაც. ეს ქართული ამბავი ხო არ არის? თუ მართლა არ ყოფილა? არა, მართლა არ ყოფილა. კაი, რეკომენდაციები გქონდა რამე სამომავლოდ გასათვალისწინებელი? სამომავლოდ არა, იმიტომ რომ ეხლა ამხელა დონის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეთ, ეხლა თებერვალში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლობთ, ზუსტად აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ საუკეთესოდ უმასპინძლეთ. შესაბამისად, არც არავინ არ გვანდობდა, კიდევ თებერვლის თვეში ვატარებთ 10 დღიან ევროპის ჩემპიონატს. გვაქვს უკვე თქვათ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და ასე. კი, ევროპის ყველა ქვეყანა აბსოლუტურად. თარიღები, ესე იგი 20-26 წლის, 20 თებერვლიდან 2 მარტამდე. ნუ მსოფლიოზე გამოცდილება კი გაქვთ იმხელა მიღებული, რომ ანუ და შეგვიძლია აქვე თავამად დავპირდეთ სტუმრებსაც და მაყურებელსაც და გულშემატკივარსაც, რომ ზუსტად ასევე მაღალ დონეზე ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ.